მუსიკა, ორკესტრირებული მსვლელობა, ზღაპრის გმირები და საბავშვო გასართობი პროგრამები. დილიდან საახალწლო განწყობაა ვანში. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადღესასწაულო ინსტალაციები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. პატარები თოვლის ბაბუასთან სამახსოვრო ფოტოებსა და საჩუქრებს იღებენ. დღის ბოლოს სტუმრების განწყობაზე ცნობილი მუსიკალური ჯგუფები იზრუნებენ. მადლობა დღევანდელი დღისთვის, ბავშვების გახარებისთვის, რაც მთავარია, აი ყველა სილამაზე, სიკეთეს, სიტყვა, სიყვარული დაგებედოთ. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებები იმართება ახალციხეშიც. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საბავშვო სივრცეები, საშობაო ჯიხურები, სხვადასხვა დეკორაციები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა საინტერესო გასართობი და შემეცნებითი აქტივობა. ნამდვილად საახალწლოა და ძალიან მოგწონს ესეთი მსგავსი ღონისძიებები და კარგი იქნება თუ ესე ხშირად გაიმართება ხოლმე. ბავშვები კარგად ერთობიან, იყო იქ თოვლის ბაბუა, საჩუქრები დაარიგეს. სხვადასხვა აქტივობები იყო. აქაურობა არის ძალიან ლამაზი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩატარდება კიდევ ესეთი კონცერტები და ძალიან ლამაზია ნაძვისხეც და ძალიან გამახარეს. ასევე თოვლის ბაბუამ და ზღაპრის გმირებიც ძალიან განსხვავებულები და ბევრინი იყვნენ. საახალწლო სამზადისია ხაშურშიც. სხვა ქალაქების მსგავსად ხაშურის ცენტრალურ მოედანზეც მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები. დღეს საზეიმო დაინთება ქალაქის ნაძვისხე. ღონისძიება კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. ბავშვებთან ერთად ვართ გამოსული, განწყობა ძალიან კარგი გვაქვს, ბავშვებსაც ძალიან უხარიათ და ძალიან კარგია თუ ბევრი იქნება ესეთი დღეები და ბავშვებს გაახარებენ ხშირად. წარმოდგენილი მაქვს ნაძვისხის ძალიან განსხვავებული სათამაშოები, რომელიც ეპოქსიდისგან დავამზადე, ასევე ხელნაკეთი სურნელოვანი სანთლები, წარმოდგენილი მაქვს ჭიქის დასადგამები, ლანგრები და ვარ ესეთ მხიარულ განწყობაზე. წლის მთავარი ღონისძიება მიმდინარეობს წალკის მუნიციპალიტეტში. ცენტრალური პარკის მიმდებარედ მოწყობილია საშობაო ბაზრობა, სადაც მისულ სტუმრებს ადგილობრივი გამოფენილი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ. წალკაში იმართება ახალი წლის დღეები, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება გვაქვს წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია. ჩვენ ვართ სასწავლო ცენტრი, აქ მოვიტანეთ ჩვენი მოსწავლეების დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, ასევე ქალი მეწარმეების კულინარიული პროდუქცია. დაბახულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის საახალწლო განწყობაა შექმნილი. მოეწყო საბავშვო გასართობი და გასტროსივრცეები, კულტურული და გასართობი ღონისძიებები, რომელიც მორგებულია ყველა ასაკის ადამიანზე. საახალწლო ღონისძიებებია ბათუმშიც, სადაც საღამო გრანდიოზული კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.